მარშის სახელწოდებით ჩვენ ხედავთ, სულ ცოტა ხანში დაიწყება, მანამდე კი მოქალაქეები შეკრებილები არიან მეტროს სამედიცინოს უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქ არიან ერთობის წარმომადგენლებიც იმ ორგანიზაციის, რომელიც არის ორგანიზატორი ამ აქციის და ნანო გოგია არის ახლა ჩვენთან ერთად, რომელსაც ძალიან საინტერესო ბანერები უჭირავს და ამიტომ ჩემი პირველი კითხვა უკავშირდება ამ ბანერების შინაარსს. ნანო, აგვიხსენი, რატომ მიდიხარ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან მსგავსი ტიპის ბანერებით და მათ შორის წარწერებიც არის რამდენიმეზე დატანილი და მათი შინაარსიც რომ აგვიხსნა. კი ბატონო, როგორც ვიცით, სპეციალური საგამოძიებო უწყება უნდა იძიებდეს სხვადასხვა გადაცდომებს, რომელსაც ჩადიან სამართალდამცავები, ბოდიში უბრალოდ სამართალს არ ღვევენ ხშირ შემთხვევაში და უკვე წამომცდა. ვიცით, რომ 300-ზე მეტი ადამიანი ცემეს, იძალადეს, აწამეს ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში განსაკუთრებით. ფოტოები მოვიტანეთ იმ ადამიანების, რომლებსაც ყველაზე მეტად ეტყობოდათ, ასე ვთქვათ, ამ ცემის და ძალადობის ყვალი. თუმცა ადამიანების გარდა კიდე უამრავი შემთხვევა იყო, რაც ასე ვთქვათ არ გვინახავს, იმიტომ რომ ვიცით, რომ გარდა იმისა, რაც რუსთაველზე ხდებოდა, ადამიანები, რომლებიც შეკავდათ ამ ეგრეთ წოდებულ კორდონში, იქაც გრძელდებოდა მათზე ძალადობა, ასევე გრძელდებოდა ეგრეთ წოდებულ საწამებელ მარშრუტკებში და ასევე გრძელდებოდა უკვე პოლიციის შენობაში. აქ გვაქვს მოტანილი რამდენიმე ამონარიდი დაზარალებულების ჩვენებებიდან, ისინი ყვებიან საშინელ ამბებს, რომელსაც ქართული ოცნება ცდილობს რომ გადაფაროს, ხო, სხვადასხვა სიგიჟეებს აგდებენ ყოველდღე, რომ დაგვავიწყდეს ეს ისტორიები და ჩვენი მიზანია რომ შევახსენოთ, უთხრათ რომ გვახსოვს და უთხრათ რომ აუცილებლად დაიშება ყველა დამნაშავე. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. უსმენდით ნანო გოგიას, რომელიც არის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი. ახლა ნანკა კალატოზის შვილს ხედავ და მასთან გადავალთ აუცილებლად. შემდეგ კი გითხით, ნანკა, ძალიან აქტიურად დადიხართ ყოველთვის ყველა იმ შინაარსის მქონე აქციაზე, რომელიც არის საქართველოს ევროპული მომავლისკენ მიმართული და ხშირად ვაქცენტირებთ ხოლმე იმაზე, რომ უკვე იმდენი დღეა მოქალაქეები ქუჩაში დგანან, რომ ძალიან რთულია რაიმე ახალი ითქვას, მაგრამ რაც უკვე კარგად ნაცნობია საზოგადოებისთვის, ის პოზიცია კიდევ ერთხელ რომ გაჟღერდეს, რა მნიშვნელობა ენიჭება ქუჩის პროტესტს არა მხოლოდ რუსთაველზე, არამედ დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში და რა გვაჩვენა ამ პროტესტის ქრონოლოგიამ, რომელიც მივიდა სხვადასხვა უწყებასთან. ქუჩის პროტესტი არის ერთადერთი საშუალება დღეს, რომ დააფიქსირო შენი დაუმორჩილებლობა, დააფიქსირო მიუღებლობა უსამართლობის თუნდაც საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. მე ხომ მაცვენ ნიკუშა კაციას მაისური, რომელიც პირდაპირ უსამართლობის წინააღმდეგ როგორ შეიძლება არა იმაღლა ხმა და ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება მათი სადისტური ქმედებები, მათი უსამართლო ქმედებები და ძალადობები და არასდროს არ დავივიწყებ და ამიტომ დღეს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ჩვენ არ გვეშინი, არ გავჩერდებით და არ გავჩერდებით. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. კიდევ შეგვიძლია გავაგრძელოთ პოლიტიკური განცხადებების მოსმენა. ვატო სურგულაძე არის ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონო ვატო, კიდევ ერთხელ. აი პირველი რაც მინდა თქვენგან მოვისმინო არის პოლიტიკური გზავნილები ამ აქციებთან დაკავშირებით. ჩვენ ვხედავთ, რომ თანაცხოვრობენ ძალიან მარტივად პროევროპელი მოქალაქეები, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები და მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ხო? აი ამ ერთობას რამდენად დიდი ძალა და მნიშვნელობა აქვს, რადგან პროტესტის ქრონოლოგიამ ყველას ძალიან კარგად დაანახა, რომ გაერთიანებული ძალები ყოველთვის ყველაზე ეფექტური ამ პროცესში. თქვენი ეს მიმოხილვა იქნება ძალიან საინტერესო. დიახ, მხოლოდ ერთიანობა. თავი უნდა დავანებოთ ის ხალხი, რა თქმა უნდა, პროევროპულად განწყობილი, ვისაც რეალური საქართველოს თავისუფლება და განვითარება უნდა. ერთმანეთის კრიტიკას, ქილიქს, რაღაცა შეურაცხყოფას ძალიან ხშირად. არა, დგას ქვეყნის არსებობის და ან არარსებობის საკითხი. აქ ყველანი ერთად უნდა ვიყოთ და დიახაც, აი ეს პროტესტები უნდა გაგრძელდეს, უნდა მოეძოს არა მარტო მთელ თბილისის ქალაქებს, ქუჩებს და უბნებს, არამედ მთელ საქართველოს. ეხლა აქედან ჩვენ გორში მივდივართ. 100 დღე არის გორში აქტივისტები, სხვადასხვა პარტიის წევრები, სამოქალაქო აქტივისტები პროტესტს აცხადებენ და იმათაც შეუერთდებით. აი ეს პროტესტი და ხალხის დიახ, მართალ ვძანებთ, რომ ბევრი უბრალოდ არ გამოდის, უჩემოთაც გადაწყდება, ვერ გადაწყდება. ამიტომ გზავნილი არის ესეთი. ჩვენი ევროპელი მეგობრები და შეერთებული შტატები აუცილებლად დაგვეხმარება და გვეხმარება კიდევაც როგორც ვხედავთ, თავის სანქციებით, განცხადებებით, დამოკიდებულებით, მაგრამ ჩვენ თუ აქ ძალა არ ვაჩვენეთ, რომ ჩვენ არ დავნებდით და ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ ჩვენ ბრძოლას, მაშინ ძალიან გაგვიჭირდება ამ ხელისუფლების ცრუ ხელისუფლების გაშვება. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. აქ არიან უკანონო ტყვეობაში მყოფი
ადამიანების მშობლები, ის დედები, მამები და ოჯახის წევრები ზოგადად, რომლებიც ყველაზე კარგადაც ცნობიერებენ და იაზრებენ, თუ რამხელა დარტყმა მიაყენა რეჟიმმა თავისუფალ მშვიდობიან და დემოკრატიულ მოქალაქეებს, ამიტომ შეგვიძლია ახლა მოვისმინოთ მათი პოზიციები და გააჟღერებენ ისინი კიდევ ერთხელ ჩვენი ეთერის მეშვეობით რა არის მათი პერსონალური სათქმელი. გამარჯობა ქალბატონო ეკა. გიორგი ჩიკვაიძის დედა ეკა წერეთელი უპასუხებს ჩვენს კითხვებს. მე მაინტერესებს უკვე ყველამ კარგად გააცნობიერა რა არის აქციის მთავარი მიზანი, მაგრამ თქვენი როგორც ერთი კონკრეტული ადამიანის, ერთი კონკრეტული აქციის მონაწილის პოზიცია გითხარით, რას ეთქვით კაცი-კაცის უწყებას და შემდეგ სულს? მე ამ უვარგის ვითომ მთავრობას, რომელიც არის ბოროტების ანატომია და ეს სიტყვა სხვა დროსაც მithქვია, თქვენ იცოდეთ ერთი რაღაცა, რომ თქვენაირ ბოროტულ ძალას არსებობს უკეთესი ძალა, ის ძალა, რომელიც ჩვენ ვართ, მშობლები, სწორი, მართალი და სიმართლისთვის მებრძოლი ძალა. ძალა, რომელსაც ქუჩაში გამოსვლის არ ეშინია, არ გვჭირდება დაცვა, აბა რომელიმე მარტო გამოდით და გაიარეთ ხალხში. თქვენ ჩვენ ვერ მოგვიგებთ. ჩვენ დავიცავთ ჩვენ შვილებს, დავიცავთ ჩვენ ქვეყანას. თქვენ დარჩებით ის ადამიანები, რომლებზეც ისტორია იტყვის, რომ წადით, მოშორდით აქავრობას. დამთავრდა. ჩვენ ვართ ძალა, რომელიც თქვენ ძალას უპირისპირდება, ჩვენ მოვიგებთ ამ ბრძოლას. აი შემიძლია უთხრა. მეცაც გეტყვით, ამ აქციის შემდეგ მშობლების ნაწილი მივდივართ გორში და თანადგომა უნდა გამოუცხადოთ იმ ადამიანებს, ვინც მეასე დღეა იქ დგას. გიორგი, ირაკლი, ყველა კარგად იყავით, ბიჭებო, მაგრად იყავით. ყველაფერი კარგად იქნება. ცოტა დრო დარჩა თამარ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. სხვათაშორის ჩვენი რესპონდენტების უდიდესი ნაწილი ამბობს, რომ აქედან აუცილებლად გადაინაცვლებენ გორის საპროტესტო აქციაზე და იქით ყვიან, იქ გააგონებენ საზოგადოებას საკუთარ სათქმელს. მე გიორგი ბურჯანაძეს ვხედავ, გიორგი გამარჯობა. როგორც ჩანს, მესამე სექტორის აქტიურად არის წარმოდგენილი ამ აქციაზე. ახლა ჩვენ ვისმენდით მოქალაქეების პოზიციას, რომ ისინი გორში მიდიან აქედან, რომ იქ გააპროტესტონ. პროტესტის მე-100 დღეს გააგონონ ქართულ ოცნებას საკუთარი ხმა ამჯერად გორიდან. გასაგებია, რომ ხალხი გამოდის რუსთაველზე, ხალხი გამოდის თბილისის სხვადასხვა ქუჩებში. რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ეს გვითხარით უკვე რეგიონებში პროტესტის გაშლას და მგონი უკვე ახალი არავისთვის აღარ არის, რომ თბილისთან ერთად პარალელურ რეჟიმში საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიც არიან ამ ბრძოლის წინახაზზე. ყოველდღე სოციალურ ქსელებში ვადევნებ თვალყურს, რომ ხალხი არა მხოლოდ თბილისში იკრიბება, თელავი, ახალციხე, გორი, ბათუმი, ქუთაისი, სხვადასხვა ლოკაციებზე იკრიბებიან, ძალიან დასაფასებელია. საქართველოში რაც მოხდა, თითქოს რაღაცა მცდელობა არის ქართული ოცნების რეჟიმის მხრიდან, რომ თითქოს შეგვაგუას, რომ ეს თითქოს რაღაც ორდინალურია, გადაგორდა ასე შემდეგ. არა, ადამიანების უპრეცედენტო წამება ვნახეთ ქვეყანაში, ვნახეთ უპრეცედენტოდ გაყალბებული არჩევნები და საქართველოს სახელმწიფოს თუ დამოუკიდებელი ევროპული პროდესალური მომავალი უწერია, ამ ყველაფერმა არ უნდა ჩაიაროს ესე დაუსჯელად, ისე რომ ამას შესაბამისი პასუხისმგებლობები არ მოყვეს. ამიტომ ჩვენი პროტესტის მედეგობა, მუდმივობა ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებლად ფიქრობ, რომ უნდა გავაგრძელოთ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. მოვისმინეთ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების პოზიციები საბოლოო ჯამში, რომ შევაჯამოთ ეს ყველაფერი. მოცემულობა არის ესეთი: თბილისი და საქართველო ერთიანდებიან ქართული ოცნების წინააღმდეგ და დგანან ჩვენი ქვეყნის ევროპული ღირებულებების სადარაჯოზე. სულ ცოტა ხანში დაიძრება მარში, რომელიც კარლო კაციტაძის უწყებასთან გადაინაცვლებს. ჯერ მას ეთყვიან აქ მყოფი ადამიანების საკუთარ სათქმელს, შემდეგი გაჩერება კი იქნება და დანიშნულების ადგილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც მოქალაქეები კიდევ ერთხელ იტყვიან, რომ ეს უწყება არის ქართული ოცნების ძალადობრივი დავალებების შემსრულებელი.